გამარჯობა. ეხლა უნდა მოვიდეს აქ ავტობუსი. ბატონო. ეს არის ესე იგი თბილისის შეიძლება ითქვას ყველაზე ცენტრალური ნაწილი, ყველაზე ცენტრალური ადგილი. აქ არის ერთი-ორი ცნობილი რესტორანი. Sadunda ağmıyorsundur. Sadunda ağmıyorsundur. Mindaro ertmanit sevada. Sağlamda inanıyorum ეხლა მოხსენი ყურსასმენი ელემენტარულად, ესე იგი, ელემენტარულად გორგასლის იმაზე ვართ, გამზირზე ვართ რა, აქ მე თან მინდა გაჩვენოთ. ანუ ჩვენ ყავს ეხლა მართველი პარტია, რომელიც აი ამ პირობებში, რომ ქალაქის ცენტრში ეს ხდება და ასეთ დღეშია ცენტრალური ადგილები ნაგავს მიაქვს, თუ სუნს მიაქვს, თუ რას მიაქვს, ამ უპატრონობას, სხვას ვერაფერს ვერ დავახმარ. ეს არის უპატრონობა. ამ პირობებში გვეუბნება, რომ ჩვენი მთავარი წყარო, ჩვენი შემოსავლისო უნდა იყოსო ტურიზმიო. კი, მოვაძრე ის. ხვდებით თქვენ? ანუ ჯერ ერთი რამდენიმე რაღაც მინდა ვთქვა, ამასაც გაჩვენებთ, აგერ ამოვდივარ ხით და შეხედეთ, რას გავს აქაურობა. სოლოლაკის გვერდზეა ეს, ორ ნაბიჯშია. ანუ, ნახეთ ახლა რაშია საქმე. ჯერ ეს ერთი ის ტურიზმი, რომელიც საქართველოშია, არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ხალხმა მოიპოვა, რომელმაც ეს ააშენა. ეს სილამაზე ააშენა ეს. ხო? ეს არავინ არ მოიპოვა სხვა. ისევ ამ ინერციით და ამ წლებით ჩამოდის საქართველოში ხალხი, რომელსაც მერე ხვდება ის, რაც ეხლა მე გაჩვენეთ და ეს არ არის ერთადერთი ადგილი, რა თქმა უნდა. აი ეს ნაგავი, გარშემო, ერთი ნაგვისურნა არ არის აქ გაჩერებაზე ეხლა. ეხლა ნახეთ. ჯერ ეს ერთი ხო, ანუ ყველაფერი რაც არის, ორი კაპიკი ვინც რაც ჩამოდის, ჯერ ეს ერთი ეს ხო თავიდან ბოლომდე არავის ამათი დამსახურება არ არის. იმიტომ რომ ამ უძველესი, ულამაზესი რაღაცეების გარდა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს, ყველაფერი არის მიგდებული უპატრონოდ და მოუვლელი. ეხლა მეორე, რომელიც მე
ერთი წამი, ესე. ხო. გავაკეთე, მადლობა. ესე იგი, უკონტროლო მიმოსვლა ქვეყანაში. ტურიზმი გასაგებია, რომელიც იმიტომ მოდის, რომ საუკოვანი რაღაცები ნახოს და აქ ხდება უკონტროლობა და რა ვიცი, შეურაცხყოფას ბოსელს არ მივაყენებ. არ შეიძლება რომ ქალაქი გავდეს მილიარდიანი, ქალაქი გავდეს ბოსელს. არ შეიძლება. და არ მივაყენებ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოწესრიგებული ბოსელი არსებობს. ეხლა მეორე უკონტროლო შემოსვლა, ხალხნო, შემოსვლა ქვეყანაში და ემიგრაცია გამიგია აღრიცხვით, გამიგია კანონებით და გამიგია სახელმწიფო ენის პატივისცემით. ჩვენ არც ერთი არ აქვს. ახლა იყო კურიერების პროტესტი, რატო? იმიტომ რომ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეებს სამსახურებს არ თმევენ. და როგორ ჩვენ კანონმდებლობა გვაქვს, თქვენ გონიათ, ეხლა თქვენ რომ მოინდომოთ ნორვეგიაში გაფრენა, ესე ყველაფერი ადვილად მოგვარდება და სამსახურსაც ადვილად მიიღებს ვინმე? ხო ყველა ვიცით რომ ესე არ არის, არა? უკონტროლო მიგრაციას აქვს ქვეყანაში ადგილი. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის საწყალი, რომელსაც თავის პროვინციაში 300 ლარი ენატრება, საჭმელი არ აქვს, მიწა არ აქვს, სახლი არ აქვს, კარი არ აქვს. ჩამოდის და ისეთ ხელფასზე მუშაობს აქ, რომელიცაც იოცნებებს თავის ქვეყანაში და სიმშილობს. ეს არის ძალიან კარგი მასალა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქეები. აბა რატო არის? იცით რომ გვაქვს კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით. რატო არის რომ ეს კანონმდებლობა არ სრულდება და მომსახურების სფეროში, სადაც არ მიადგები, უკვე იშვიათია იპოვო ადამიანი, რომელიც ქართულად საუბრობს. არ მეთანხმები? ეს ორი. ეხლა ისი ბრალია ეს ყველაფერი და დღეს მინდა რაც მოხდა, რაც გავიგეთ, ამაზე მინდა გავამახვილო. დააკავეს და ინტერნეტი გამიფუჭდა, მიკუშტება შეგადაში. ესე იგი, დღეს დააკავეს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მოადგილე ვინმე რომეუ მიქაუტაძე. რატომ დააკავეს? იმიტომ რომ ეგ იყო კორუმპირებულიო, ღრთამებს იღებდაო, მოკლედ რა სქემა დაწერეს თვითონ სახელმწიფომ. ლიცენზიებს რო იძლეოდა ჰესებზე ეს ეკონომიკის სამინისტროში წილში უჯდებოდა იმათ და მოკლედ წილები აქვს ბევრი, რაც ჰესი გაიხსნა, ხო ამას ვამბობდი თან. ეხლა გეტყვით. რამდენი ჰესიც გაიხსნა, იმდენი მოკლედ ნებართვა გასცა და წილში ჩაუჯდა. მილიონერია ეს კაცი. ეხლა მე თქვენ გეუბნებით. რამდენიმე წელია არის ამაზე საუბარი და რეპორტაჟიც იყო უზარმაზარი მილიონიანი დაბადების ღერო გადაუხადა თავის ცოლს. ამ რომეუ მიქაუტაძე. ამაზე მაშინ განცხადებაც გავაკეთე და საგამოძიებო სიუჟეტიც იყო. რამდენიმე წელია ეს ყველა მიცის, რომ ეს კაცი მოვიდა ცალი კალოშით, როგორც ძალიან ბევრი დღევანდელი ჩინოვნიკი და თქვენ და ჩემ ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ თქვენ ბავშველყუთ ყიდულობ და მიწისქვეშა გადასასვლელი არ არის ნორმალური, გამდიდრდა. ახლა მე ისმის კითხვა. რატომ დააკავეს ის დღეს? მოდი გავცეთ ამ კითხვას პასუხი. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ. კორუფცია, როდესაც არის ქვეყანაში, ის იშვიათად არის კუნძულზე. ანუ ერთი ადამიანი არის კორუმპირებული და მეტი არავინ. ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა. იმიტომ რომ კორუფცია არის, მაგას ვეძახით, არის სისტემური. ანუ ადამიანი რაღაც თანამდებობაზე ფულს რო აკეთებს, იქ ამბავი იციან და ძირითადად ამ თანამდებობაზე რჩება და მიქაუტაძე წლებია თანამდებობაზე იყო. ამ თანამდებობაზე რჩება, იმიტომ რომ მას ეს ფული სადღაც მიაქვს. ეს არის კორუფციის მახასიათებელი. არ შეიძლება 8 წელი ადამიანი იყო თანამდებობაზე. ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთა მილიონები. ჩადგა ჰესები, რომელსაც ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს სხვანაირად უნდა გაკეთდეს, აქ არის კორუფცია, მიდის ქართული მიწის დათრევა, აი ამის მაგირო. ჩადგა ჰესები და ეხა ნახეთ და მარტო იყო, გამდიდრდა, ჩაიქცა და საგამოძიებო სიუჟეტები იყო, რომ კაცი კორუმპირებულია.
და მარტო იყო? არა. ეხლა გეტყვით რა ხდება. დაწყებულია კლანებს შორის ბრძოლა. ეხლა რა ხდება? ავტორიტარულ ქვეყანაში სადაც ხო დაკეტავენ, უნდათ რომ დაკეტონ ტელევიზიები, ოპოზიცია ჩაჯდეს ციხეში, აღარ იქნებიან ისინი რა ქვია კლანმა უნდა კისერი მოუგრიხოს მეორეს. ამ მიქაუტაძეზე ამბობენ რომ ადრეც ბევრჯერ ამბობდნენ რომ ის არისო ღარიბაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანიდან და შესაბამისად ეხლა ღარიბაშვილის კლანი ხო ვიცით იქ ნახეთ დედოფლის წყაროშიც ხო ვიყავით ჩასული და რამდენი რეპორტაჟია და რამდენი სიუჟეტია ამაზე, რამდენი ქონება აქვს წაღებული სახელმწიფოსგან წლების განმავლობაში. ხო და არავითარი კავშირი ამ მიქაუტაძის დაკავებას თქვენ და ჩვენ კეთილდღეობასთან არ აქვს. არავითარი კავშირი. თქვენ ვერ ყიდულობთ ბალს. ხო? ჩვენი ხელფასები არის ინფლაციის ფონზე, იმის ფონზე რომ სიძვირია ქვეყანაში ჩვენი ხელფასები მცირდება. არავინ არ დაიჯეროს რომ ხელფასები იზრდება, რასაც საქსტატი ამბობს. როგორ იზრდება ხელფასი, როცა სასწაული ინფლაციაა და ბალი ღირს მართლა 22 ლარი. ანუ მთელი სეზონი შეიძლება მთელმა რიგმა ხალხმა ბალი ვერ შეჭამოს. ამ პირობებში, აი რაც მე გაჩვენეთ, ხო? აი ეს ხდება ქვეყანაში. მიგდებულია და უპატრონოთ არის ქვეყანა დარჩენილი და ამ პირობებში რა ხდება? ამ პირობებში ვიღაცეები ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ, მაგრამ პარალელურად ერთმანეთსაც დაჭამენ. ეს არის 100%-იანი ყველა სახელმწიფოში წერია ის. იმიტომ რომ მადამ ხო იცით ჭამაში იცის მოსვლა. აი ამის თქმა მინდოდა. დროებით ყველას ნახვამდის